მოგესალმებით, გამჩენისყალობით ვაგრძელებთ შაბათის წესების სწავლას. ჩვენი გაკვეთილი იქნება, ჩვენი თემა იქნება შაბათის კიდუში, პარასკევს აღმოს, ბეზრათ ჰაშემ. ჩვენი გაკვეთილი იყოს გამჩენისყალობით ნელუ ნიშმათ, ნაშემის მოსამართლებლად ხავა ბათ შიმონ ანურ დამენ დინა ეშეთ იაკოვ. და თემა კიდუში ერთ-ერთი განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მიცვა შაბათი დღეს ყველა თითოეულმა ისრაელშვილმა შეასრულოს კიდუშის მიცვა. მოყვანილია ზოარის სახელით, რაბები გვასწავლიან თუ რამხელა დიდი მიცვა კიდუშის მიცვა, რა თქმა უნდა, ყველა მიცვა ავიღოთ შაბათის, არა მარტო შაბათის, ყველა თორაში მიცვა ავიღოთ, ეს არის ბრილიანტი, ეს არის უძვირფასესი, მაგრამ თითო ერთეულებია მიცვები, რომელიც ასე ვთქვათ, გამჩენი თავისი სახელიდან იღებს ასოს და ამატებს კიდუშის მიცვაში. როგორც ჩვენ ვიცით, ჩავიხედებით სიდურში დაწერია იომ ჰაშიში. არ წერია თორაში, ეს არის ტექსტი თორიდან ამოღებული, როცა გამჩენმა დაასრულა შექმნა დედამიწის და წერია რომ 6 დღეს დაასრულა და მე-7 დღეს დაისვენა. და ეს ტექსტი არის მოყვანილი ყველა სიდურებში, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ნუსახით ვამბობთ, აშკენაზები, სეფარადები, ნებისმიერი ნუსახით ეგ არის ტექსტი მოყვანილი ყველასთვის, იომ ჰაშიში ვაიხულა შამანი არეც ვეხულცება ამ და ასე შემდეგ, ვაკეთებთ შაბათის კიდუშს. და მანდ არის დამატებული განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც არის დამატებული გამჩენის სახელიდან ასო ჰეი აღებულია და დამატებულია ასე ვთქვათ კიდუშის მიცვაში და ნათქვამია არა იომ შიში, არამედ იომ ჰაშიში. ხსნიან რაბების ზოარის სახელით, ზოარში წერია რა განსაკუთრებულია, რატო დაამატა ამდენი მიცვები გვაქვს შაბათ დღეს. სეუდა არის, ლოცვებია, სეფერ თორა, ამდენი აკრძალული საქმიანობა და ნებადართული საქმიანობებია და რატო ინა კიდუში აღებულია და დაამატა გამჩენმა, ასე ვთქვათ, თავისი სახელიდან ასო. ხსნის ზოარი, რომ ჩვენ ვისწავლეთ წინა კვირის თავებში, რომ ერთ-ერთი შეცდომა რაც დაუშვა მოშე რაბეინომ, რომ გამჩენის სახელი ვერ მოამაღლა იმდენად, როგორც საჭირო იყო ისრაელის ებრაელების წინაშე. და მაგდო გამჩენმა უთხრა, რომ ამ მიზეზის გამო რომ ვერ მოამაღლე, როგორც უნდა მოამაღლა, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც უნდა გაეკეთებინა. კიდუშ ჰაშემ რასაც ქვია. და ასე ვთქვათ, დაისაჯა მოშე რაბეინო, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა არ განვიხილავთ მოშე რაბეინოს შეცდომას, რატო მოხდა და ასე შემდეგ. და მეორე საკითხია ეს მოშე რაბეინოს დონეა და რა ჩვენი დონე. მაგრამ წერია თორაში, რომ კიდუშ ჰაშემ არის გამჩენის სახლის მომაღლება, ეს არის თითქმის ყველაზე დიდი მიცვა. თორაში, რომ ჩვენ მოვამაღლოთ გამჩენის სახელი. და როდესაც ისრაელშვილი იღებს კიდუშის ჭიქას და ამბობს კიდუშ, შაბათის კიდუშს, წერია რომ ზოარს მოყავს, ახლა ჩვენ უბრალოდ არ ვსწავლოთ ზოარს, ეს ასე ვთქვათ, დიდი სიბრძნე სჭირდება, რომ ვისწავლოთ ზოარი, უბრალოდ მოვიყვანოთ ის ციტატა, რაც წერია ზოარში, რაც არ გინდა ადამიანს და გამჩენს შორის იყოს დაბრკოლებები შექმნილი მთელი ცხოვრების მანძილზე, კიდუშს შეუძლია რომ ყველაფერი გაარღვიოს. და როგორც ვიცით, ცნობილია რომ როცა ადამიანი არ ვასრულებთ რამე მიცვას და უფრო მეტი აქცენტი არის ცოდვაზე, ცოდვასაც ჩავდივართ, იქმნება თითქოს და დაბრკოლება, ანუ რაღაცა თითქოს და ჩვენს და გამჩენს შორის ჩადგება და უკვე გვიძნელდება გამჩენს დაუკავშირდეთ ასე ვთქვათ ნებისმიერი გზით. ამიტომ არის ნათქვამი, რომ კიდუშ შეუძლია ყველანაირი დაბრკოლება, რაც არ უნდა გაეკეთებინოს ადამიანის ცხოვრებაში, შეუძლია ყველაფერი გაარღვიოს, იმდენად დიდი კიდუშ ჰაშემია და გამჩენის სახელის მომაღლება, როცა ისრაელშვილი აკეთებს კიდუშს. ჩვენ გვაქვს მიცვა თორიდან, საღამოს გავაკეთოთ კიდუში და არის კიდე ხაზგასმული იმაზე, რომ ზოარი ხსნის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაქციოთ ყურადღება და შევეცადოთ მაქსიმალურად კიდუში გაკეთდეს წითელი ღვინოთი. არა
თეთრით შეიძლება ალახის მიხედვით, მაგრამ წითელი ბევრად უფრო მიღებულია. რატო? ერთ-ერთი რამოდენიმე მიზეზი მოყავს გემარასაც მოყავს მასახეთ შაბათში რომ ეს ყველა თაობებში წითელი ღვინო უფრო მომაღლებულია და უფრო მიღებულია, როგორც ასე ვთქვათ, ქავოდი, პატივისცემა და სუფრებზე უფრო მეტად წითელი ღვინო იდება და შაბათ დღესაც უნდა მომაღლოთ შაბათი როგორც საჭიროა. ეგ არის ერთ-ერთი მიზეზიც, მაგრამ არის კიდე მოყვანილი ზვარის სახელით გვასწავლიან არაბები რომ წითელი მიანიშნებს რაღაც გარკვეულ ცოდვას. და ეს არის რა, როგორც კიდუში მიცვაში სრულდება ბაგეებით მთლიანად, რომ ადამიანი პირით ასრულებს, ჯერ გამოთქვას კიდუშს და მერე უნდა მიირთვას, დალიოს, ასევე არის პირდაპირი კავშირი იმ ცოდვასთან, რომელიც შევა გამჩემად გუფაროს ყველა ისაიშვილი ჩავიდინოთ ბაგეებით. ეს არის ლაშონარის ცოდვა. ნათქვამი თორაში რომ სიწითლე მიანიშნებს, რომ გამჩემად გუფაროს თუ ადამიანმა ილაპარაკა ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ის ადამიანი მართალის იყოს, ასაც ლაპარაკობს და ასე ვთქვათ 100%-ით ასე ვთქვათ გადმოსცემს იმასაც რეალობაა და ასე შემდეგ. ნათქვამი თორაში რომ ადამიანი თუ გაუტეხავს მეორე ადამიანს სახელს, ითვლება თითქოს დამოკლა მაგ ადამიანმა ეს ადამიანი. სახელის გატეხვა, შერცხვენა და ასე შემდეგ თორა ადარებს ადამიანის მკვლელობას. რადგანაც ჩვენ გვაქვს ეგეთი მიცვა, ვიროცოთ ყოველ დღე შახარითი და მინხა და მანდარი მოყვანილი ცოდვის მონანიების ლოცვა და ერთ-ერთი მონანიები ანუ ცოდვა არის მითითებული რომ ჩვენ გამჩენდა გუფაროს მოვკალით ადამიანი. შეგვიძლია დავუხსნათ ჩვენ თავის შეკითხვა, ვის ყავს მოკლული ადამიანი? რატო ლოცვით ყოველ დღე იმასთან დაკავშირებით რომ მე შეიძლება ვიღაცა მოვკალი? არა და არ მომიკულია, არა, ასე კი აღარ მივიროცო, ხო გამოდის. მაგრამ თუ რა გვასწავლეს რომ ეს არის პირველ რიგში მინიშნებული, რა თქმა უნდა, გამჩენდა გუფაროს თუ ეგეთი ცოდვა არის აქ ადამიანს ჩადენილი, ხო, მაგრამ ძირითადად ეგეთი ცოდები არ შეუდენია კაცობრიობას. უმრავლესობის მიხედვით რო ვთქვათ, ამედ აქ ცოდვა ჩადენილი შევა ადამიანს და დაუნგრია ადამიანს სიცოცხლე, ცხოვრება, სახელი გაუტეხა, ხალხში ვეღარ გადის, შეიძლება ეს ადამიანმა რაღაცაში შეცდა, ხო? შეიძლება რაღაც დააშოვა, მაგრამ თუ რა გვასწავლეს რომ არა, დაჟე სიმართლეს ლაპარაკიც ნიუანსები აქვს, სადაც შეიძლება ვილაპარაკოთ, შეიძლება არა, მაგრამ 99% ესე ვთქვათ, ადამიანის გინდაც დამნაშავე იყოს და ილაპარაკოს ხალხში, ითვლება რომ თითქოს და ჩვენ გამიშენდა გუფაროს მოვგალით ეს ადამიანი. ამიტომ არის ნათქვამი რომ ის ცოდვა მე შეიძლება ჩაგვიდენია კიდუშს აქ ძალა გამოასწოროს ყველა ჩვენი ცოდვები. რა თქმა უნდა ეს ლაშონარას დაუბრუნდეთ ისე თუ ადამიანს შეარცხვინა ადამიანის სახელი და ხალხში და მით უმეტეს არის ნათქვამი რომ 10 კაცმა თუ გაიგო ეს ამბავი რაც მოყვა, ნუ აზრი ეს სხვა გამოსავალი არის, უნდა მოიხადოს 10 ადამიანის წინაშე ბოდიში მოუხადოს, გინდაც რომ დამნაშავე იყოს ეს ადამიანი. რადგანაც ჩვენი დანაშაულება არ არის პირით, არამედ უნდა დაისაჯოს სხვა გზებით, ხო? ადამიანმა ასე ვთქვათ, მაგისთვის სასამართლოა და ასე შემდეგ და არ არის ჩვენ გაუტეხოთ ერთმანეთს სახელები. ამიტომ უნდა მოიხადოს ადამიანმა ბოდიში, ორი აზრი არ არის ხაფეცხამის მაგასაც წერს. და ამიტომ არის მოყვანილი რომ შეიძლება იყოს ჩვენს და გამშენს შორის დაბრკოლება ის რომელიც ბაგეებით ჩავიდინეთ და კიდუშს აქ იმის ძალა ყველა ჩვენი ლაშონარა გარდა იმისა რომ ბოდიში მოვიხდით ეს გამოსასწორებელია კიდე რომ ჩვენი ბაგეები გაიწმინდოს და კიდუშს აქ მაგის ძალა ყველა ჩვენი ლაშონარა ასე ვთქვათ გაასუფთავოს და დაგვაახლოს გამჩენთან. და ერთ-ერთი როგორც რაბეს მოყავთ კიდე მიზეზი რომ რატო ხდება რომ ხანდახან ადამიანი ბევრს ლოცულობს და გამჩენი ასე ვთქვათ არ უპასუხობს. ერთ-ერთი ის არის პასუხი რომ ჩვენ შეიძლება გამჩენად გუფაროს რაღაც ცოდვა ჩავიდეთ ისეთი რომ გამჩენთან დავშორდით ამ ცოდვის გამო რომელიც სავარაუდოდ შეიძლება ლაშონარაც იყოს და თითქოს და გამჩეს არ უნდა უკვე ჩვენი ლოცვების მოსმენა. ეგეც წერს ხაფეც ხაიმიც რომ მოცა ადამიანი ლაშონარს ლაპარაკობს და მე ლოცულობს გამჩენთან, გამჩენს მისი ლოცვების მოსმენაც არ უნდაო. ნუ რა თქმა უნდა მაგას აქ სხვადასხვა ახსნები გამოვასწოროთ, ბოდიში მოვიხადოთ და თეშუბა გავაკეთოთ, ბეზათში ყველაფერი გამოსწორდება და ზოარი მაგაზე გვასწავლის რომ კიდუშს აქ ამის ძალა ყველაფერი შეცვალოს ადამიანის ცხოვრებაში. ასევე არის ნათქვამი თორაში რომ ამ კიდუშა შემის
დახმარებით, ასაც ის ყველა ისრაელშვილი ვაკეთებთ და იმაზეც არის ნათქვამი რაბები გვასწავლენ, არ აქვს მნიშვნელობა ბეზრათ ჰაშემ გამჩნევა ყველა და გვამადლიან ისრაელშვილი რომ შაბათი დავიცვათ, დაჟე რომ ადამიანი არ იცავდეს შაბათს საერთოდ კიდუშის მიცვა რა თქმა უნდა ყოველთვის ჩაგვითვლება, რადგან ჩვენ თორე გვასწავლეს რომ ყველა მიცვა ცალ-ცალკე მიღებულია გამჩენის წინაშე. შეიძლება 100-დან მე 99-ს არ ვიცავდი, მაგრამ 1-ს ვიცავდი, ეს ერთი ჩამეთვლება. არ არის რომ რადგან 99-ს არ ვიცავდი, მე ერთი არ უნდა შევასრულო, არა. ყველა მიცვა არის გამჩენის წინაშე ძვირფასი და გამჩენა შეგვიძლია ყველა მიცვებით შევასრულოთ. და მაგაზია ნათქვამი რომ იმდენად დიდი ძალა აქვს ამ კიდუშ ჰაშემს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცედ მონაკვეთში, სადაც გარდა ქოენისა, რომ კონდეს ადამიანს იმის საშუალება ბირქათ ქოანემი გამოთქვას, ქოანების კურთხევა. წინა ფარაშებში გქონდა ჩვენ ფარაშათ ნასტო, სადაც ჩვენ ვისწავლეთ რომ განსაკუთრებული საჩუქარი მისცა გამჩენმა ქოენებს, ემსახურებიან ბეზრათ ჰაშემ გვიშენდება გამჩენის ყალებიან სამი ტაძარი და იქაც ყველა ქოენი მიიღებს მონაწილეობას და ემსახურება გამჩენს და გარდა ამისა სანამ აშენდება ტაძარი, აქვთ გარკვეული მიცვები და ერთ-ერთი მიცვა რაც შემორჩათ ქოენებს, ესე ვთქვათ, ეს არის ბირქათ ქოანი. მარტო ქოენებს შეუძათ, მარტო მაგით საჩუქარია და მაგით მიცვა შეასრულონ, ვაკურთხონ ისრაელის ერი და მაგ კურთხევას აქვს ძალიან დიდი ძალა, თორაში წერია. და გემარაში მოყვანილია მასახეთ სანედრინ, რომ ერთ-ერთი მიცვა თორაში მოყვანილი, რომ მაგ მიცვას შეუძლია ადამიანი აიყვანოს იმ სიწმინდემდე, რომ გახდეს იმის ძალა მიეცეს, რომ გააკეთოს შეასრულოს ეს მიცვა ბირქათ ქოანი. ეს არის ზუსტად კიდუშ ჰაშემი და განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვაკურთხებთ შაბათს კიდუშს. მაგის შემდეგ არის მოყვანილი, აქ რამოდენიმე მინჰაგებია, ზოგი კიდუშამდე აკურთხებს შვილებს, მაგრამ უფრო მეტი ჯამათებში არის მიღებული და სწორია რომ აკურთხოთ შვილები კიდუშის შემდეგ, როდესაც შევასრულებთ კიდუშის მიცვას და გამჩენის სახელს მოვამაღლეთ, მის შაბათ-დღეს მოვამაღლეთ, მაგის შემდეგ ეძლევა ადამიანს იმის სიწმინდე და მის საშუალება რომ აკურთხოს თავისი შვილები და მისცეს ქოენის კურთხევა. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება რომ ვაკურთხოთ ხალხი, ჩემი მაგალითი ხო არა ვარ ქოენი და არ შემიძლია ვაკურთხო, მაგრამ ისრაელის შვილს ეძლევა იმის საშუალება კიდუშის შემდეგ რომ აკურთხოს თავის შვილები. იგივე დონეზე როგორც ქოენი აკურთხებდა. ანუ ქოენის სიწმინდე, ქოენის დონეზე არის ადამიანი და შეუძლია თავის შვილები აკურთხოს და მან და არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მომენტი, რომ არასოდეს ადამიანმა არ აკურთხოს თავის შვილები თანმიმდევრობა არ შეცვალოს. ბეხორი ის არის ყველაზე უფროსი პირველი, მერე მეორე, მერე მესამე და ასე შემდეგ, როგორც თორაში წერია რა, იაკობ ავინომაც განსაკუთრებით ეგეთი თანმიმდევრობით აკურთხა შვილები, რომ არ შეიძლება უმცროსი უფროსის ადგილზე დააყედა, უფროსი უმცროსის ადგილზე არ შეიძლება, რაც გამოჩემა გამოგვიგზავნა ბარუხ ჰაშემ, თანმიმდევრობითაც ეგეთი თანმიმდევრობით მივდივართ ჩვენს და ვაკურთხებთ შვილებს, პირველი, ბეხორი და ასე შემდეგ. ამით არის მოყვანილი თორაში, რომ ძალიან გაფრთხილდეს ადამიანი, რომ შეასრულოს კიდუშის მიცვა. ასევე არის კიდევ მოყვანილი თორაში, რომ ერთ-ერთი სგულა თორაში, რომ ადამიანმა აკურთხოს კიდუშის მიცვა შეასრულოს სავსე ჭიქით, არასოდეს არ დააკლოს. სავსე ჭიქით მაქსიმალურად ავსოს, უკვე უნდა გადმოვიდეს და ისე აკურთხა არის მინჰაგები რომ იმდენ სასახავენ რომ ცოტა გადმოდის, რამოდენიმე წუთი მაინც რომ ეს ბარაქის ასე თქვათ ფარნასას სგულა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, არის ორი დიდი სგულა ჩადებული კიდუშის მიცვაში, ერთი რომ როდესაც შაბათის კიდუშს, დილის კიდუშს და აბდალას გავაკეთეთ შაბათის გაბრძანების შემდეგ სავსე ჭიქით, არის სგულა რომ ბეზრათ ჰაშემ ჩვენ გვეყოლება შვილები სავსებით კიდუშ ჰაშემით. რომ ჩვენი შვილები იქნებიან მომავალში ბეზრათ ჰაშემ გამჩენის მოსიყვარულე ადამიანები, გამჩენიყვარებად, გამჩენის მიცვებს შეასრულებენ, გამჩენის გზაზე ივლიან მთელი გულით, როგორც ავსეთ ჭიქას, ასევე ივლიან ჩვენი შვილებიც მომავალში გამჩენის წყალობით ძალიან დიდი ძალა აქვს მაგასაც. ასევე არის კიდევ მოყვანილი ჩვენ რაბებს მოყავთ წიგნებში რომ როგორც ავსებს ადამიანი
ასე ვთქვათ, კიდუშის ჭიქას. მანდარი მოყვანილი არ მარტო კიდუშის ჭიქაზე, არის რა ბარაქითაც გაშლის ადამიანი შაბათის თეუდას არ დაენანება, რაც გააჩნია, არის საშუალებაც აქვს, იყიდის, გაშლის, თუ არის საშუალება სტუმრებსაც დაუძახებს, რომ უფრო მეტი და უფრო მეტი ადამიანი დაამადლიანოს, ისევე გამოუგზავნის ადამიანს გამჩენი კურთხევას და ჩვენ გავიარეთ წინა გაკვეთილებზე მაგასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ადამიანი ლოცულობს შაბათის ლოცვას, ყარბითის ლოცვას, როცა შაბათი შემობრძანდება, ჩამოდის ორი ანგელოზი, როგორც გემარას მოყავს მასახეთ შაბათ. ორი ანგელოზი, ერთი კარგი და ერთი ცუდი, მიყვებიან ადამიანს შაბათის მაგიდამდე და მაგასაც არის ნათქვამი, რომ ჩვენ ვუმღერით შალომ ალეხი მალახი აშარეთ არის სიმღერა, სანამ ჩვენ კიდურს გავაკეთებთ და ყველა მიცემს შევასრულებთ, რომ მოვიდნენ ჩვენთან ოჯახში გამჩენისგან გამოგზავნილი ანგელოზები, თუ ჩვენ იდეალურად შევხვდებით შაბათს, ბარაქით, თელი გულით, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, კაი ჭურჭელით, ძვირფასი ჭურჭელი და ძვირფასი საჭმელით, დგება და ამ სიმღერის შემდეგ მე გვაკურთხებს, გველოდება კიდუშის მისთვის შესრულების შემდეგ, გვაკურთხებს კარგი ანგელოზი და რამოდენიმე სიტყვას გვეუბნება, რომ ეგეთი იყოს, მინიმუმ ეგეთი იყოს თქვენ ოჯახში შემდეგი შაბათი. ერთი შაბათს ერთი კვირაზე გვაკურთხებს. შემდეგი შაბათიც ეგეთი გქონდეთ. მინიმუმ. მე მანდ არის კიდე რამოდენიმე ტექსტი მოყვანილი, რომ დენად ბარაქაზე გვაკურთხებს, ფარნასაზე გვაკურთხებს, ჯანმრთელობაზე, რომ ანუ იმაზეც რომ ყველაფერი გქონდეთ, არ გქონდეთ ნაკლი ოჯახში, რომ შემდეგი შაბათი არ ასე ვთქვათ, მწუხარება არ იყოს თქვენ ოჯახში და ნაკლი არ გქონდეს და ასე შემდეგ და დიდი ასე ვთქვათ ტექსტი მოყავს კიდე რაბებს, რას გვაკურთხებენ ანგელოზები. და გამჩენა უბრალოდ ხდება პირიქითაც. თუ ისრაელის შვილის ოჯახში შაბათი შემობრძანდება და შაბათის ასე ვთქვათ დაფასება არ ხდება, იძულებული ხდება წერია თორაში რომ არ უნდა ანგელოს, მაგრამ იძულებული ხდება ნეგატიურად დალოცოს ასე ვთქვათ ოჯახი. მეორე ანგელოზი ლოცავს ნეგატიურად, თუ რა თქმა უნდა შაბათის სიწმინდე არ არის ისრაელის ოჯახში ისეთივე როგორც უნდა იყოს, ისეთი როგორც დაგვიწერა თორაში გამჩენმა. გამჩენა და გომადანას ყოველთვის დადებითი კურთხევები მიგვიღოს ანგელოზებისგან და გამჩენისგანაც და ყველა ადამიანისგან და გამჩენა მრავალს დაგვასწროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაქციოთ ყურადღება კიდუშს როცა ვასრულებთ, მაქსიმალურად კარგი ღვინით შევასრულოთ კიდუში. რა თქმა უნდა, კიდუშის ის წესებს კიდე გავივლით, როგორ უნდა გავაკეთოთ, რამდენად დავლიოთ და ასე შემდეგ. და ეს ასე ვთქვათ, სგულა ეგეც არის, რომ როგორც ჩვენ ვახსენეთ მაგამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდუშის მიცვა, რომ და იმაზეც წერია თორაში, რომ ყოველი წვეთი, რასაც ადამიანი ასე ვთქვათ, სწავს და ასრულებს კიდუშის მიცვას, ყოველი ერთი წვეთით წერია, რაბები გვასწავლიან, რამდენი წვეთი შეიძლება იყოს ხო ერთ ჭიქაში. ერთი წვეთს შეუძლია ერთი ცოდვა გამოისყიდოს ადამიანის ცხოვრებაში. გამჩენა დაგვიფაროს ყველა ცოდვებისგან, მაგრამ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, დიდ ასე ვთქვათ, მასშტაბურად გვასწავლიან რაბები თუ რამდენი სგულა არის კიდუშზე, რამდენად კარგია და რამდენად უნდა გაუფრთხილდეთ გამჩენის წყაროებით ყოველ თითოეულ მიცვას და განსაკუთრებით კიდუშის მიცვას, როგორც წერია თორაში, რომ გამჩენა დაუმატა კიდუშის მიცვაში თავისი ასო, რომ ასე ვთქვათ, დაანახა გამჩენმა ყველა ისრაელის შვილს, რომ ყველა მიცვებიდან გამორჩევით, ასე კიდუში არის უდიდესი და ერთ-ერთი მიცვა, რომელთაც ასე ვთქვათ, უსასრულო კიდუშა შემიხდება ბეძრათ ჰაშემ ჩვენი მიცვის შესრულებით. გამჩენა დაგვამადლიანოს, ყველა მიცვები შეგვესრულებინოს, მრავალ შაბათს დაგვასწროს, მრავალ დღესასწაულებს და ბეძრათ ჰაშემ გავაგრძელებთ შაბათის წესების სწავლასაც. დროებით.